ხო, ბაზარზე ძალიან ბევრი ფუნქციური პროდუქტია საკვები დანამატია. დღეს რო შეხვალავთ აქ n რაოდენობით არის, რა ვიცი, ადრე იმდენი არ იყო ხოლმე. ანუ ფაქტია, რომ ნელა ამის მოთხოვნა წამოვიდა, რადგან გაყიდვაშია, ხო? აი თქვენ როგორც პროფესიონალი, ხო? ანუ ადამიანი დავშვათ უნდა კი ბატონო დავნერგა კულტურას, მაგრამ როგორ შევარჩიო სწორად, რას უნდა მივაქციო ყურადღება? აი ამ თქვენ ვიცით რომ აი ამ მთელი ამ კარიერის განმავლობაში ბევრ საკვებ დანამატთან და ფუნქციურ პროდუქტთან ჰქონდათ საქმე. შესაბამისად, აი რას აქცევთ ხოლმე ყურადღებას, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს, რომ გაუზიაროთ. 90-იანი წლების ბოლოდან უკვე მოვიხმარდი აი შემოსული საკვები დანამატები, რაც იყო ბაზარზე, სხვათა შორის არა მარტო ამერიკიდან, არამედ ჩინური მედიცინაც იყო, რუსეთიდან სიბირსკა იყო, ბევრი რაღაცები შემოდიოდა. ჩემთვის იყო უპირველესი ეს მიმართულება და ამიტომ ყველას ვეცნობოდი, აბსოლუტურად ყველას მოვიხმარდი, მომწონდა ზოგიერთი რაღაცა. ურჩევდი ხოლმე ჩემს პაციენტებს და 2011 წლიდან უკვე მოვხვდი ესეთ ადამიანებთან, რომლებმაც აი ფუნქციური პროდუქტი მაშინ გავიგე რა, 2011 წლიდან მისი მნიშვნელობა და ეს სისტემურობა და რამდენი წელია ხო 12-13 წელიწადია უკვე ვარჩევ პროდუქტებს არა იმის მიხედვით, რომ დავუშვათ ამ წუთას ეს საჭიროება და ამ წუთას ეს დაუნიშნო, არამედ ძირითადად ჩემი ძირითადი მოღვაწეობა, ხო, უმეტესი ნაწილი არის პრევენცია და ამის მქადაგებელი ვარ, აი ესე ბრჭყალებში მქადაგებელი, სწორედ ჩემს ახლობლებთან, ჩემს მეგობრებთან, თანამშრომლებთან, სულ ყველასთან, აი ამას მქადაგებ, რომ პრევენცია არის მთავარი, ანუ დასაწყისი და ეს პრევენცია სწორედ შერჩევა იმის მიხედვით ვაკეთებ, ყველა ეს პროდუქტი, რასთანაც შეხება მქონია, ხო, 2011 წლიდან იყო პრევენციული, აი ესეთი სისტემური პროდუქტები, ფორმულები, როგორც თქვი, მრავალფუნქციურად მომუშავე, აი ესეთი ფორმულები და თან ჩემთვის მნიშვნელობა აქვს შემადგენლობას, რა თქმა უნდა, როგორ მუშაობს, ხო, როგორი შემადგენლობა აქვს, რა დოზებიც აქვს, ხო, ყველაფერს ვსწავლობდი და ისე არ ყოფილა, რომ ვიღაცისთვის მირჩევია, თუ მე არ ვიცოდი რა არის ეს ყველაფერი, ხო? თან ეს პროდუქტები უნდა შექმნილი ყოფილიყო მეცნიერების მიერ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ კვლევებზე დაფუძნებული მედიცინა, თქვენ კარგად იცით, როგორ მუშაობს, ხო, დღეს და ამიტომ ამ სფეროში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერულ კვლევებს. ყოველ იმ დონეზე, რომლიდანაც მოვდივარ, ხო, 2011 წლიდან სულ ახალი უახლესი მეცნიერული კვლევების მომსწრევარ აი ამ 12-13 წლის განმავლობაში და თან ისე სწრაფად ვითარდებოდა, რომ ზოგადად ვერც ვასწრებდი, რომ მიმედევნებინა თვალი ამ ყველაფრისთვის და უკვე მოცემულობად ვიღებდი, რომ აი ეს კვლევა ამას, ის კვლევა ამას, ის კვლევა ამაშია, იმაშია, ხო? სულ უახლესი ტექნოლოგიები და უახლესი მეცნიერული კვლევები უკვე აი იმაშია, რაზედაც თაკო ჩვენ აწი გავაკეთებთ, ხო, ტექნოლოგიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხარისხს რა თქმა უნდა, რა სერტიფიკატები აქვს, ხო, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმას თუ რა შემადგენლობა აქვს და როგორი ფორმულაა, ხო, აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა, იმას თუ რა შედეგებს გვაძლევს ხოლმე, ხო? რა შედეგებს გვაძლევს პრევენციულად, შეიძლება ადამიანი ჯანმრთელი იყო, ხო? ძალიან ჯანმრთელი და გრძნობდე თავს, მაგრამ პრევენციულად იყო მისაღები, მაგრამ 90%-ს რაღაცა აწუხებს, ხო, ჩვენი საზოგადოების, ჩვენს ირგვლივ რო მიმოვიხედოთ ისეთ ჯანმრთელ ადამიანს, რომელიც გეტყვის, რომ არაფერი არ მაწუხებს, იშვიათად და სანთლით საძებარია, რომ იტყვიან, ხო? და ამიტომ ნახეთ, როცა ამ პროდუქტების მოხმარებას ვიწყებთ, ხო, ჩვენ შედეგები გვაქვს უამრავი დაფიქსირებული, რომ ადამიანებს, რომელთაც საკმაოდ რთული ესეთი დარღვევები ჰქონდათ, ხო, თავის ჯანმრთელობის კუთხით, ხო? ძალიან ბევრს მივეხმარე, თუ ადამიანი მოყვება და იმ ფორმულებით და ზოგადად რა არის საჭირო ჯერ, მერე რა არის საჭირო, მერე რა არის, ხო, რაღაც მებზე მოყვება, ხო? პირველადია ძალიან მნიშვნელოვანი, პირველად რო იწყებს ადამიანი, როგორ დაალაგებს ამ ყველაფერს თვეების განმავლობაში, როგორ გაიკეთებს ორგანიზმის წმენდას, დეტოქს, ივანთებებზე როგორ იმუშავებს, იმ საკვების დეფიციტს როგორ შეავსებს, ხო? აი ამაზეა მე დამოკიდებული, რომ შემდგომ წლებში უკვე ძალიან ცოტა ჭირდება, რომ შეინარჩუნოს ის, რასაც მიაღწია. აი ეს არის ჩემი პასუხი ამ ყველაფერს.